ქვეყანაში ავტომანქანების ექსპორტი შემცირდა გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებით კი ბოლო 1 თვის განმავლობაში. ავტობიზნესის მიმართ უცხოელების ინტერესი დაიკარგა, როგორც ავტობიზნესში ჩართული ადამიანები აცხადებენ, მიზეზი სხვადასხვაა. მათი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკანასკნელ პერიოდში გამბაჟება გაძვირდა, რამაც საქართველოში ამ ბიზნესზე დაიმოქმედა. კომპანიის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ავტომანქანების მიმართ უცხოელების ინტერესმა წინა საარჩევნო პერიოდის გამოც იყო, რადგანაც ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყო. ბიზნესმენებს ჯერჯერობით უჭირთ იმის განსაზღვრა, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს მათი საქმიანობა. მიიჩნევენ, რომ პრობლემების გადაჭრის მთავარი გასაღები ყაზაღეთშია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ მიმართულებით 2 წლის წინ გაფუჭებული მდგომარეობა გამოასწოროს. აცხადებენ ავტომანქანების ექსპორტიორები. თამასთან დაკავშირებით ვცლად ჩვენს მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. არჩევნებთან დაკავშირებით შეჩერდა. არჩევნებთან დაკავშირებით შეჩერდა აგება მანქანების რეალიზაცია. უფრო დიდია ძრავი, გაბაჟება ძვირიჯდება. ასე დაბალია ძრავი, გაბაჟება უფრო იაფიჯდება. და მანქანის რამოდეს რომ წლიანია, მანქანაზე დამოკიდებულია. ავტომობილი რომ წლიანი არის, იმის სამოხელს და გაბაჟებები. დღესდღეობით უკვე ძალიან სულად არის აქ. ანუ მანქანა აღარ იყიდება, გაჩერებული არის და всё. ანუ ეს ბიზნესი როგორც ასეთი ჩაკვდა და всё. და მიზეზი ხოთა არის ის, რომ მიზეზი არის ის, რომ ურთიერთობა არის მკვდარი, ასე ვთქვა, ანუ სხვა ქვეყნებთან. ყაზახეთი თუ გაიხსნება, ყველაფერი იქნება მოგვარებული. და აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩემი ინფორმაციით, როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, რასტამოშკა, ანუ ის მანქანის შეყვანის ის უფლება, ის არ აქვს, გაძვირდა.